გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. ამ სიტყვებზე ბევრ ლიბერალს და ოპოზიციონერს ციებ-ცხელება ემართება ხოლმე. მაგრამ მოდი შევხედოთ, როგორ მუშაობს Deep State. სადაზვერვო სამსახურების, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის, გავლენიანი ელიტების და ბიუროკრატების ქსელური გავლენების, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებზე თუ პოლიტიკოსებზე ყველაზე მკაფიო მაშინ არის ხოლმე, როდესაც რაიმე დიდ, აბსურდულ და უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ან ქმედებას ვაწყდებით. მაგალითად, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მიხეილ სააკაშვილს არაჟნების კონტეინერით აპარებდნენ საქართველოში, ეს ამ პატერნის ნაწილია. უკრაინის სპეცსამსახურები გეგმავდნენ და აღასრულებდნენ ბრძანებას, რომ სააკაშვილი შემოაპაროს საქართველოში, რისი მიზანიცაა ჩვენთან რევოლუციის მოწყობა და როდესაც უკრაინაში ომი დაიწყებოდა, აქ მიშას მიერ გადატრიალებული ხელისუფლება და სათავეში მოსული ნაცები უპრობლემოდ და უპირობოდ შეასრულებდნენ გლობალური ომის პარტიის დავალებას და გახსნიდნენ მეორე ფრონტს. და ეს იქნებოდა იმაზე გაცილებით ტრაგიკული და ფუჭი ომი, ვიდრე 2008 წლის სააკაშვილის ავანტიურა. რადგან გუშინ ტრამპსა და პუტინს შორის 2 საათიანი საუბარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინის და რუსეთის ომი უკრაინისათვის გაცილებით უფრო ტრაგიკული ფინალით სრულდება, ვიდრე რუსეთისათვის. ჩვენ კი უბრალოდ საზარბაზნე ხორცი უნდა ყოფილიყავით, რასაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ბიზინა ივანიშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ. Deep State-ის დავალების აღსრულების ძალიან კომიკური ეპიზოდი ვიხილეთ 2 დღის წინ, როდესაც ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოს მოუწოდებს ახალი არჩევნების დანიშვნას, სანქციების დაწესებას და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩომ საქართველოში კითხვაზე არის თუ არა მსგავსი რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, განაცხადა, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და შესაბამისად ვერ ექნება ამ კითხვაზე პასუხი. აქ მთავარი ტრაგიკომედია ისაა, რომ ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ჩეხეთის საელჩო კი ამ საპარლამენტო რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ფილიალია საქართველოში. მათგან პასუხი, რომ არ წარმოადგენენ ჩეხეთის პარლამენტს, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ ჩემი გადაცემა ეთოქზე არ გადის და არ წარმოვადგენ ამ ინტერნეტ ტელევიზიას. მაგრამ რა ქნან ამ საწყლებმაც? მიიღეს დავალება და უწევთ აყასრულონ. აგენტურულ ქსელებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობდით და ბარემ უნდა შევეხოთ რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის დახურვის ბრძანებას, რომელსაც დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ხურავს რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას? ეს ნიშნავს, რომ ეს ორი ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია საშუალება არ ასრულებს ამერიკის ინტერესებს, არ ავრცელებს იმ დანიშნულებას, რაც თითქოს და მას აკისრია, რომ ამერიკული დემოკრატიული ღირებულებები გაავრცელოს სხვა ქვეყნებში და სრულადაა აცდენილი იმ გეოპოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ კურსს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია წარმოადგენს. ამდენი ხნის მანძილზე საქართველოში მოქმედი ამ ორი მედია კანტორისაგან ჩვენ მუდმივად ვისმენდით თავდასხმებს ხელისუფლებაზე, ვაკვირდებოდით სხვადასხვა პოლიტიკური თემებით манипуляციას, ოპოზიციური და ლიბერალური ჯგუფების მხარდაჭერას და მათი ნარატივების გატარებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი თავად ამერიკის ხელისუფლებამ დაასრულა. ამერიკული ფარას დოკუმენტის, ანუ აი იმ კანონ პროექტის, ჩვენთან რომ რუსული კანონი უწოდეს ნაცებმა და ლიბერალებმა, მიხედვით შევიტყვეთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გილაურმა ლობისტურ კომპანიებს 6 თვეში $600,000 უნდა გადაუხადოს მათი გაწეული ლობისტური საქმეებისათვის. ანუ მოვემზადოთ. მეგობრებო, გააქტიურდება ჯო ვილსონის ტვიტერი. სხვადასხვა ბიუროკრატები დაიწყებენ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ბოდვას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მის პოლიტპატიმრად გამოცხადებას. ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბარს და ყველა იმ მავნებლობას, რასაც პრინციპში უკვე კაი ხანია ვუყურებთ. უბრალოდ ამაში ნაცები დამატებით $600,000 გადაიხდიან და უფრო აქტიური იქნება მსგავსი კომუნიკაციები მედიებთან. მადლობა ამერიკულ რუსულ კანონს, რომ გაგვაგებინა უშუალოდ ვინ და რა ფასად შეისყიდა ქვეყნის წინააღმდეგ მორიგის სიცრუის ტალღის აგორება ამერიკელი თუ ევროპელი ბიუროკრატების პირით. უკვე ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენი პირით ნაცები გვესაუბრებიან. უბრალოდ სასიამოვნოა, როდესაც ამის უტყუარი დასტური არსებობს ამერიკული რუსული კანონის საშუალებით. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ ეთოქზე.